კახეთის ერთ-ერთ სოფელში, უღრანტყეში ჩამალულია საქართველოს ყველაზე დიდი ქვა. დღეს ჩვენი მიზანია გავიგოთ რამდენად დიდია ის სინამდვილეში. ამასთან ერთად ვეცდებით ვიპოვოთ ტალახის ვულკანი, მაგრამ ორივე ადგილისკენ გზა სრულიად განადგურებულია და მოგვიწევს ისინი ჩვენით ვიპოვოთ. ახლა ვართ ტყეში, სადაც გავიგეთ, რომ საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვა და მაგის პოვნას ვაპირებთ, სანამ დაგვაღამდება. ცოტა დრო დაგვრჩა. პირველ ადგილამდე მისასვლელად გავუყოლოთ ტყეში 8 კილომეტრი უნდა გვევლო. რის შემდეგაც საქართველოში ყველაზე დიდ ქვასაც უნახავდით. ტერიტორიულად ვართ კახეთში და ამ ქვას ქვია გურაზეს ქვა. გზა გვაქვს ახლა გასაკვირველი, იმიტომ რომ ხალხი აღარ დადის და ჩვენით მოგვიწევს პოვნა. არხი გამოიწერეთ და ვიდეო დალაიქეთ. ცოტა გვაკლია, ნუ არ გვაკლია ცოტა, მაგრამ 5000-ზე ასვლა გვინდა და იმედია მალე ავალთ. ბევრი გვაკლია. ხო, ნახევარზე მეტი გვაკლია. მაგრამ 5000-ზე გვირდებით იგიჟე ვიდეოს. ამ დღეს რამდენიმე პრობლემა აქვს. პირველი, ციცაბო აღმართები. მეორე, ეკლით დაფარული ბილიკები. ალბათ მაგით აი კითხა. და მესამე, ძალიან ბევრი მწერი. დაგლეჯილი ვარ იმენა. აუ, რამწარედ მიკვინა ნიკაპზე. ამის გარდა გვაღამდება სრულიად უცხო ტყეში და ერთადერთი რაც გვაქვს ნახევრად დამჯდარი ტელეფონი და კამერაა. აქ ცხოველი კი შეხვდება, თუ დაგვიღამდა. აქ გაგვაფრთხილეს რომ ცხოველები არიან. ხო. მოლეთ მაგავშტოლობთ ახლა და გაგვილაიქეთ და გამოგვიწერეთ. მაგითმა შემილია ახლა. ალბათ მაგით ვარია. აი კითხა. საბოლოოდ გამოვედით იმეკლებიდან, სწორი ტერიტორიაა ეხა და ალბათ ქვაზეც მალე მივართ. აქ ნახე ბილიკია აი მგონი. რა ვაცია შემოდი შემოდი. თავში მაგ ცალკე ეროვნული ტყეპარკი. ნამდვილად. ბიჭო, ტიტან. ვახჩემი, კაი. ვახჩი. ეს არ გინდა? ტყეში საათობით დავდიოდით. საჭმლისა და წყლის გარეშე. ქვას კი ვერადავერპოულობდით. აი, გელიან დათვი რო შეგხვდება, ზუსტად ეგეთ ტყეში ვართ. ცოტა ხნით უკან მიბრუნებაზეც ვიფიქრეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გზა გავაგრძელეთ. ესე იგი, 8 საათი გახდა. კამერა შეიძლება უფრო დღე ჩანდეს, მაგრამ კაი სიგნალი არის უკვე და 400 მეტრის და მივართ მგონი, აი ძალიან დავიტანეთ. არ ველოდებოდ ესეთ რო იქნებოდა. დაგლეჯილი ვარ იმენა. მეც ყველაფრისგან. ქვის ძებნით დაღლილები უკვე უკან გამობრუნებას ვაპირებდით, როცა გზაში საკმაოდ უცნაური რამ შეგვდა. აქ რა არის? რაღაც არის აშე. ციხესიმაგრისავითაა, იცი? რა? აი აქ დაბლა. ჩაოდი. ხანხევა. აბა ისეთი ღრმული რატო უნდა იყოს? რა ციხესიმაგრისავით. აი ჩაიხედე აბა. რა ჯანდაბა? იქ ნახე კედელია თან. კი, ქვა არის. აი აქ თუ ესაა უყურე. კანდა. ხო. აი აქ. თუ არის შემოსაზღვრული. აჰა. აი ეს რაღა არის. ეს ის ამის ნაწილი. რაღაცა ციხესიმაგრის დანერი შენობა იყო და ეხა სულ ხავსებითაა დაფარული. ადრე უფრო სწორად. ანუ ეხა მე რაზეც ვდგავარ. ეს არის ქვა. აი ნახეთ. უბრალოდ იმებითა ხავსებითაა დაფარული. აი. პეტროს ხარეში. პეტრო ვაფშე ხა უნდა ხედავდეს. ეგრე ახლოსა? ხო. ეგრე ახლოს არის ბოლო 5 კილომეტრია. მართალია. აქ ვერავთ მორი. ხო? აი კამერამენმა დავინახეო მგონი, აი ნახოთ. ჩვენ რეაქციებს განახებს თან. ღირდა? ვერ გეტყვითო. რაღაც არც ისე სამაყო პასუხია. აჰა. სად არის ჯანდაბა კიდე? იმდენად დიდი ქვა არის, იმდენად დიდი ქვა, რომ ზედ უნდა ვიდეთ როგორც ვიცი და თან შუაზე არის გაპობილი და გამოქვაბულებით უნდა იყოს და თუ დახვდა ეგ ყველაფერი, აი რაღაცას ხედავ შაქარ. ხედავ? ეგ არის? ხო, დიდია სხვადასხვის. ვაჰ, ჩემი. ძალიან დიდია. კლდესავით არის. ღირდა მოსვლა რას ამბობ? აქ არც კი ჩანს, გამხელა. ეს ქვა არის ბიჭო? ანუ რო ადამიანი რომ მოვიდეს აქ და რო არ იცოდეს რა ქვია, ჩვეულებრივი ფიქრებს რომ ლოდი არის რა. ამაზე არავინ არ ლოდი უფრო კი არა, კლდე უფრო ლოდია. ძალიან დიდია ხალხო, არ ვიცი. სასაულია პირდაპირ. აი შეიძლება ვიდეოშიც ვერ დაინახოთ, ან მგონი დაინახოთ. ძალიან დიდია უზომოდ. ეგეთი რაღაც მე ნახი არ მაქვს. დავიჯერო ამის მოძრა ეხა ეს? ან დევს? არა, ანუ აქ ფიზიკურად ვერაფერს ვერ, თებზე დიდი არის, ვერაფერს ვერ მოძრებოდა. წამო იქნება ზემოდან ავიდეთ. მე მგონია რომ აი ეს შეიძლება საქართველოში ყველაზე დიდი ქვა იყოს. განა ერთ-ერთი ჩვეულებრივ. ყველაზე დიდი ქვა შეიძლება იყოს. ეგეთი დოკუმენტური მასალა არ არსებობს, რომ რამე ქვა ყველაზე დიდი არის. მოვიძიეთ რა ისე უშუალოდ რაღაც ქვაზე არ წერე რომ ეს არის ყველაზე დიდიო და ძალიან ეს ისე გამოიყურება, რომ ჩვეულებრივ შეიძლება რომ იყოს. ლეგენდის თანახმად გლეხის ვაშა და თავადის ქალიშვილს ერთმანეთი ძლიერ შეუყვარდათ.
თუმცა მათი განსხვავებული სოციალური მდგომარეობის გამო ერთად ყოფნის უფლება არ ჰქონდათ. სიყვარულის დასაცავად მათ გაქცევა გადაწყვიტეს. გაქცეულ შეყვარებულებს მდევრები კვალ და კვალ მისდევდნენ. ამიტომ მათ ამ უზარმაზარ ლოდებს შორის შეაფარეს თავი. 3 დღის განმავლობაში იმალებოდნენ და ვერავინ შეძლო მათი პოვნა. ესე იგი, ისეთი სიბნელე ჩამოდგა, რომ კამერაში აღარჩენს აღარაფერი. და სადღაცა ჯანდაბაში ვართ. ფანარი გვიჯდება, ტელეფონი დამიჯდა მე. ჩემი ტელეფონის გარდა ყველაფერი დაждდა. ეს რამდენზეა? და 16-ზეა ეგიც. და ანუ უღრან ტყეში ვართ რა, კილომეტრები გვაშულებს კიდე ცივილიზაციამდე და დაკარგულები ვართ. გზა არ ვიცით, ეკლებში დავდივართ ეხა. ნახევარი დასასმელი შემოგვეგლიჯა. წავედით, რა სადღაცა უნდა გავიდით. ხო და სანამ დაგვლიჯა რამე წავიდით აქ. საშინელებია რა. გუშინ ვეღარ მოვასწარეთ ბოლო კადრის გადაღება. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაირა და სახლიც მივედით და ახლა ვაპირებთ, რომ ძველი ეკლესია დავათვალიეროთ, რესტავრირებული არის, ძალიან ძველი ეკლესიაა და როგორც ჩვენი კამერამენი გვეუბნება ყოველ შემთხვევაში. აქ შევართ და მე დავიწყებთ დანარჩენი ადგილების დათვალიერებას. კახეთის ულამაზეს სოფელ ფხოველში მდებარეობს წმინდა ბარბარის სახელობის ეკლესია, რომელიც დაახლოებით მე-16 საუკუნეშია აგებული და მრავალჯერ რესტავრირებულია აქაური მაცხოვრებლების მიერ. ძალიან ლამაზი და განსხვავებული ეკლესია იყო. თან შიგნი ერთ-ერთი საფლავი ნახეთ 1800-იან წლებში იყო გაკეთებული და ის ადამიანი როგორც 1700 წელს ცხოვრობდა და ძალიან უცნაური რაღაცა ეგეთი ბევრი არ შემხოდრია ყოველ შემთხვევაში. ესე რო აღიქვა რეალობაში ეგ ყველაფერი. ჩვენი შემდეგი ადგილი არის ვულკანური ტალახი. ძალიან უცნაური ადგილი არის. ესეთი პატარა გორასავითაა და შიგნით არის ტბა და ტბაც არა, ისეთი გუბესავით. ტალახი არის ერთი ჩვეულებრივი. და საინტერესოა რა დაგხვდება. ნიშნულებთან მოვედით. ვულკანური ტალახებისკენ გზას გვიჩვენებს, მაგრამ ბილიკი არის გადაფარული სულ ეკლებით და ალბათ ისევ ისე სიარული მოგვიწევს. აი ესეთი ჩეხვითი სამუშაოები მიდის. ამჯერად ჩეხერა გაგვიწყო წინ და ცდილობს რომ ეკლები დაჭიხოს. ოპა, გინდოდა ხო ჩემი შავლის დახევა. უკვე დახეულია. დინარეში ხო ძალიან უცნაური ფერის არის. რატომაც აქ თეთრი ფერი. ეხა ის გო გადასაკვეთი და ეს იქიდან ხო არ ჩამოდის? ხო, იგი იქნება უეჭველად თან. და მაგრამ რა საინტერესოა შეხედე უბრალოდ ეს ორი ფერი ერთმანეთთან ერთდება. კაი, ეს როგორ გადავჭრათ ეხა ჩვენ? უნდა გადაახტე, მიდი. ოპა, ეგეთები არ მევასწრო. გავწყო. კიდევ რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ მეორე ადგილსაც მივახლოვდით. ცოტათი აგენა ხარ უკვე გამოჩნდა. ეს ჩვენი ტალახოვანი ვულკანი. მაგარი უცნაური სახელია. ხო. აი? მოვედით? კი. თან არ ყოფილა. ცუდად დაბალზე შემოსაზღვრული. სოპკის რეჟიმზე, აი ესეთი რაღაცები აქ. სოპკის რეჟიმზე დაკვირვება მიმდინარეობს. ეს სოპკი რა არის, არ ვიცი. სადღაც დაგრძელულია ტალახის გატანა. კაი, ტალახის გატანა არის აკრძალულიო. ვაუ, ხო, აი, ბალნეოლოგიური კურორტი. კურორტია ჩვეულებრივი კარიერი. კამერაც აყენია ხოდაშორის იქ. რატო აკრძალო ტალახის გატანა? მე ის მაინტერესებს. აქეთ ნახე უფრო რბილი არის. რას? ძალიან მოძრავი სირბილია, ხო. შიგნივე ფლობი მე. აი, ფონის ისემაც შეიძლება. პლასტილინია ჩვეულებრივი. აი, ესე დამგოლდა. აქ ისინი არის. ოთლებია. და ქვებია. აქ ნახე ადამიანის ფეხის ნაბიჯებია, ვიღაცა იყო აშკარად. ხო. აი ესეთი უცნაური ადგილია. ორი ხოზი გასაოცარი ეს არის. რა? ეს. გუშტუკების კდება შიგნით. აგე, ამო, გადაუღე? აგე, გამხელაზე ამოფეთ გადაინახეთ? ხო. ძაღლის ნაკოლებებია. აი იქით მოკლედ პატარა გუბერო არის, იქით მიაზომე პედრო. აი ნახი რამხელაზე იმაშვება. ერთი სიტყვით აი იმ ადგილიდან ზუსტად იქიდან ვიღაცას გათხრილი აქვს და გადის მდინარეში. და მე ეს უცლის მდინარეს ფერს. და მდინარის გარშემო ტალახი რო იყო. ეგ ტალახის აქედანაა ჩამოტანილი. ცხელი ეს არ იქნება, აი თბილი იქნება, მაგრამ თვითი არ რატომ მოჭრა. ჯერეგეთი წერია რომ არ გინდაო, ეხლა ამის ჭირი შეყობას კი შეიძლება რაღაც ცუდი იყოს და ეს ჩვენი მეორე ადგილი, საინტერესოა. ძალიან. კამერაც აყენია ხოდაშორის. ეს კამერა პირდაპირ ჩვენ გიყურებს. უნდა გამოიწეროთ მეგობრებო. თუ დაგვიჭირეს, გამოიწერეთ მაინც. აი საქართველოში ვულკანის პირას ვართ, პატარა ვულკანია, მინი და მაგის პირის ხოთ რომ გამოიწეროთ. ვულკანური ტალახი არის ტალახის, წყლის, ფერფლისა და წვრილი ვულკანური ქანების ნარევი. ამ ტალახებს ხშირ შემთხვევაში სამკურნალო მიზნებისთვის იყენებენ. უშტუკები, რომელიც კდება წყლის დუღილისგან არაა. ეს გაზებია, რომელიც ქვემოდან ამოდის. წყალი კი ცხელი არაა. აქაურობას დავათვალილეთ, თან ისე რომ არც ერთ წესი დავარღვიეთ და ეხა უკვე წასვლის დრო დგება, იმიტომ რომ 12 საათია და დღეს ვაპირებთ რომ თბილისში დავბრუნდეთ.
ესეთ ადგილებში შესვლა ზოგადად არ მივესალმებით და ჩვენ მხოლოდ ვიდეოსთვის შევდივართ. გაფუჭებითაც არაფერს არ ვაფუჭებთ. ხო, აქ წერია რომ სათი გადაგზავნილი და ტალახის გატანაო და ჩვენ ტალახი არ გვაქვს. არ ვახარ. გაქვს ამე ტალახი? არა. მეც არ მაქვს. შარვალზე მაქვს ცოტა, ოღონდ დინარეზე წამი. შარვალზე მიეცხო რა. მაგას სველი სამხრეთ კი ვაკ და მოუწმინდო. ყინას არ მაგავთ. დღეს ერთი სიტყვით ასე გვიწევს ვიდეოს დასრულება. ხო და ვიდეოს რაც შეეხება, იმაზე საინტერესო გამოვიდა ვიდრე გვეგონა. ის ქვაც ძალიან დიდი იყო ზომაში, გაამართლა მოლოდინები და ეს ტალახიანი ვულკანიც. საბოლოოდ ასე თუ ისე შედგა ვიდეო, მივიღეთ თბილისისკენ წავალთ და შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობით.